მართლმადიდებლობა როგორც ღმერთთან სწორი ურთიერთობა. როგორ შედის ამ სწორ ურთიერთობაში ნათანაელი, რა თვისებები აქვს მას? ჩამოვთვალეთ და კიდევ ერთი დაემატა. არ არის მზაკვარი, რას ნიშნავს არ არის მზაკვარი? უბრალო ადამიანია, გულღია ადამიანია. ორგული ადამიანი არ არის. არ აქვს რაღაცა ვერაგობები, მსაკრობები, დაფარული, გესმით? ხო არის ადამიანი, ანუ ადამიანი რომელიც გულწრფელია, რომელთან მეგობრობა საინტერესოა, რომელიც სანდოა, რომელსაც არ უყვარს ღალატი და ასე შემდეგ. ანუ მზაკვარი არ არის და ეს ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა. იმიტომ რომ დაცემულ ბუნებაში ყველაფერი ცუდია და ჩვენში არის მზაკრობა, ისე როგორც ნათანაელში იქნებოდა, მაგრამ ადამიანს ხომ აქვს სინდისი. და მით უმეტეს ადამიანი, რომელიც მარადიულ სიცოცხლეზე ორიენტირებულია, ის სინდისის მიხედვით ცდილობს ცხოვრებას და ადამიანი, რომელიც სინდისის მიხედვით ცდილობს ცხოვრებას, მეტნაკლებად აუმჯობესებს საკუთარ მდგომარეობას და იმას მაინც მოახერხებს, რომ უბრალოდ მზაკვარი არ იყოს. და რელიგიურობაში სულიერ ცხოვრებაში არ შეიტანოს ეს მზაკრობა, თორე ჩვენ შეგვაქვს. აი გუშინაც გეუბნებოდით, გახსოვთ, როგორ ვახერხებთ, რომ ვართ აღსარებლები, მაზიარებელი, იესოს სახელის მომხმობნი და სახარების საწინააღმდეგოდ ყოფნი და მაცხოვრებელი და ღვთისნების არ გამომეძიებელნი, აი ნათანაელი რო ეძიებს, ღვთისნების გამოძიება რას ნიშნავს? ეს ქრისტეს ძიებაა. გესმით? ქრისტეს ძიებაა ეს. იმიტომ რომ თუ შენ არ გაინტერესებს მისი ნება, ქრისტე არ გაინტერესებს. აი ადამიანთა ურთიერთობებშიც ესე არ არის, მეგობრებს შორის, დედმამიშვილებს შორის, მრევლის წევრებს შორის, ცოლ-ქმარს შორის. შენ თუ არ გაინტერესებს, შენს გვერდზე მყოფი მოყვას რა უნდა და რა აინტერესებს. რასაც მისი ნება რა არის თუ არ გაინტერესებს, თქვენი ურთიერთობა როგორ შედგება საერთოდ? ხო სწორია? ანუ ფაქტობრივად ნება არ გაინტერესებს, თლიანად არ გაინტერესებს. შენთვის ის სარიელი ადგილია. გესმით? და თუ ღვთისნება არ გვაინტერესებს, როგორ ავთქვა, რომ ღმერთის ჩვენთვის სარიელი ადგილია მეთქი. მაგრამ ასე გამოდის. ხო და აი გუშინ გითხარით ზუსტად რომ როგორ ვახერხებთ ხანდახარ რომ ყველაფერს ვასრულებთ გარეგნულად და ღვთისნებას არ გამოვიძიებთ და ეგ ერთი და თუ გამოვიძიებთ კიდევაც და არ ვასრულებთ. ხანდახან აი როგორ შეიძლება ადამიანმა არ იცოდეს რომ უნდა მიუტევო, რომ ეზიარო, ეს არის აუცილებელი პირობა და არ მიუტევებ და ეზიარებ, ეს ხო პირდაპირ ზედაპირზე დევს, რომ ასე ამის გაკეთება არ შეიძლება არაფრით და მაინც ასე რატო ვაკეთებთ ხოლმე? ეს ხო ჩვენ მიაზე მიანიშნებს, რომ აი ეს უზაკველობა, რაც ნათანაელს ჰქონდა, უზაკველობა ჯერ არ მოგვიპოვებია ჩვენ, გესმით? და მზაკვრობთ ვისთან თან? ღმერთთან.